გურჯაანის სამხატვრო სკოლა ნახევარ საუკუნეზე მეტ სითვლის. ხელმძღვანელის ვაჟა ბენაშვილის ინფორმაციით, ხელოვნების ამ დარგს 100-ზე მეტი მოზარდი ეუფლება. პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობითა და ხელშეწყობით სისტემატურად ეწყობა ნიჭიერი მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენები, რაც დამთვალიერებლის მოწონებას იმსახურებს. სამხატვრო სკოლას საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს, ნახევარ საუკუნეზე მეტი არსებობს და ძალიან ბევრი ბავშვი გაიზარდა სამხატვრო სკოლაში, ძალიან ბევრმა მიიღო ხატვის მიმართულებით გამოცდილება და რა თქმა უნდა ბუნებრივია ეს არ ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ხატვარი გამოვიდეს ადამიანი, მაგრამ ზოგადად ხელოვნების ეს დარგი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისთვის და ძალიან მიხარია, რომ ამდენი წლის განმავლობაში სამხატვრო სკოლა ამ საქმეს ემსახურებოდა და ემსახურება დღესაც. სამხატვრო სკოლაში რაოდენობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, გოგონები ბევრად უფრო მეტია ვიდრე ბიჭები. ზოგადად რასაც ვაკვირდები სახელოვნებო მიმართულებით, გოგონები უფრო აქტიურები არიან ვიდრე ბიჭები, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა დიდი პრობლემაა. სავარაუდოდ გარკვეულწილად ასაკია ისეთი, ეს ასაკი ბიჭებისთვის ისეთი არის, რომ ცოტა სხვა მიმართულებებით ინტერესდებიან ხოლმე, მაგალითად შეიძლება უფრო ცეკვის მიმართულებით ან ასე შემდეგ. თუმცა არიან ძალიან ნიჭიერი ბიჭები, აქაც მოსწავლეები, რომლებიც კარგ შედეგებს დებენ და ეს ძალიან სასიხარულო ამბავია. სამხატვრო სკოლის ღონისძიებას, გამოფენას გეგმავთ გაზაფხულის შუა პერიოდში. ეს იქნება უკვე უფრო დიდი ზომის, სადაც ჩართული იქნება თითოეული ბავშვი, როგორც პატარები, ისე დიდები, პედაგოგები და მოვიწოთ სტუმრებს, დამთვალიერებელს და საკმაოდ ისეთ ხარისხიან გამოფენას გპირდება.